ეს არის 79-ის, ეს 70. ეს 67-ია, ეს 79. წერია. ნუ მეკაბათები. კაი, ბოდიში რა. მოგესალმებით, ეს არხი გუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ მოგიყვებით Ford Mustang-ის ისტორიას. ჩემი ყველაზე საყვარელი ამერიკული მანქანის. და იმიტომ დევს აქ ბევრი Mustang-ები. მოგესალმებით. სანამ Mustang-ის მოყოლას დაიწყებ. მოყოლებას, ხო. მოდი. ეგ ჯერ არა. გათამაშები. არა, რატო იცი? ჯერ ისტორიას მოყვე. და ბოლოში ვიტყვი გათამაშების წესით. რა უყურონ რა. ო, შენს კაი. არ შეიძლება. ეგეთები არის. კაი, მაშინ დროებით გადავდებ ამას. ხო, ისე რო იცოდეთ, ამას ვათამაშებთ უკვე მეორე. თავიდან მოატრიალებთ. ხო. წესებს გადახედეთ ყურადღებით, თორე წესები ვიდეოს ბოლოს იქნება. ხო, მოკლედ Ford Mustang-ის ისტორიას მოყვებით, მაგრამ სანამდე მოყვებით, იქამდე არხი უნდა გამოიწეროთ, ვიდეო უნდა დაალაიქოთ, გააზიაროთ და პირველ რიგში მაღაზია iCollector-ს ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ეს მოდელი საჩუქრად გადმოგცა განხილვისთვის და სხვათა შორის ერთ რაღაცას ვიტყვი თვითონ ქრიდის Mustang-ზე. ეს არის აპოლო ქრიდის შვილის Mustang. ამ მოდელის ყიდვა გადავიფიქრე, იმიტომ რომ ინტერნეტში ფერი, შავი ფერი არ ჩანდა კარგად, მაგრამ რეალობაში ძალიან მაგარია რა. აი, მატავი შავი ფერი თუ მოუხდებოდა მანქანას, ესე არ მეგონა. იმიტომ რომ შავი ფერი Mustang-ს არ უხდება ხოლმე. ხო, კი. შეიძლება კონკრეტულად მოდელი არის ისე გაკეთებული, რომ ძალიან მაგარი ფერია. და კიდე ერთხელ მადლობა iCollector-ს მაგისთვის, რომ აი ზუსტად ნიშანში გაარკვეს რა. ეს არის 67 წლის 1967 წლის კუპე Mustang. და აი ეს არის ფაზბექი. ხო, აქ რასაც ხედავთ, ყველა Mustang-ი ფილმებიდან არის. ნუ ამას მე ახლოდან გაჩვენებთ უფრო კარგად. ხო, ისე მაგრა დაემთხვა რა, ყველა Mustang-ი რაც აგდებს, ყველა ფილმიდან არის. კი. ფილმებიდან არის ყველა. ესენი ხო არ გავხსნაბარი. არა, ეგენი გავახსენოთ ხალხს. არა, იყოს ეგ. თუ გახსენება გინდათ ვიდეოები დევს. კი ბატონო. ხო. მოკლედ Mustang-ს ბევრი წარდგენა არ ჭირდება. დადგა 1964 წელი. და Ford-ში გადაწყდა, რომ Chevrolet Camaro-ს კონკურენტი უნდა შექმნილიყო. და win-win და ბოდიში გაწყვეტინებ სასწაული მოხდა რა. ამჯერად გუჯა საუბრობს ავტომობილის ისტორიაზე და არა მე. ხო, ნუ სასწაული არ მოხდა. რა მანქანების მე მიყვარს სხვათა შორის ვიდეოებს თუ გადახედავ, მე ვლაპარაკობ. ძირითადად. კი ბატონო. ბოდიში რო შეგაწყვეტინე. მოკლედ დადგა 1964 წელი და Ford-ში გადაწყვიტეს, რომ Chevrolet-ის კონკურენტი უნდა შეექმნათ, იმიტომ რომ Chevrolet-ი მაგ დროს Chevrolet-ს ყავდა მოდელი, ზუსტად აღარ მახსოვს და მოდი კომენტარებში დაგვიწერეთ, რომელიც აი კატასტროფულად მაგრა იყიდებოდა და კონკურენტი არ ყავდა და Ford-მა გადაწყვიტა, რომ შევქმნათ დომინანტი იყო რა ბაზარზე. და win-win და Carroll Shelby. გადმოვიდა Chevrolet-დან როგორც ვიცი. და დაზუსტებით არა. მაგრამ როგორც ვიცი, იქიდან გადმოვიდა Ford-ში და დაიწყო მუშაობა მანქანაზე, რომელიც პირველ რიგში ეღირებოდა იაფი. კი. პირველ რიგში. იქნებოდა ვიზუალურად ლამაზი და იქნებოდა ცხენის ძალები, ნუ მაგ დროისთვის საკმაოდ ბევრი. სადღაც 200-მდე იყო და მე უფრო გააძლიერდა. მთავარი რაც ყველაზე მთავარი არის ამ კუზავისთვის. 5-დან 0 ხო ვიცით რომ ყველაზე მაგარი ძრავი ამ მაშინაც იყო ეს მოდიფიკაციები 5-დან 0 იყო 3.7-ის იყო 6 ცილინდრიანი. და თუ არ ვწდები ტურბო ძრავიც იყო
2 და 3 რო ეკო ტურბო თუ ჩარჯერიანი. არა, 2 და 3 ეკო ბუსტი ხო არის ახლა ყველაზე დაბალი დროით და მაშინაც იყო ეს მოდიფიკაცია, როგორც ვიცი. და ყველაზე მთავარი, რაშიც ეს მანქანა სხვებს უგებს, არის ფასი. მაშინ როცა ეს მანქანა გამოვიდა, აი იმდენად კარგი ფასი ქონდა, რომ პირველი პარტია ეგრევე გაიყიდა. თუ არ ვწდები, მაქსიმუმ 2 დღეში ამოიყიდა. და ყველაზე მთავარი რაღაც რომ მინდა ვთქვა რა, რომ ამას ფიქრობდნენ, რომ 4 კარიანი ვერსიაც უნდა ქონოდა. მაგრამ მე აღარ გააკეთეს. ისე აი ხა რო უყურებ ამ მანქანას ვფიქრობ, მე 2 კარი უკან მოხდებოდა. ის სხვათა შორის შეიძლება დამახინჯებული იყო კიდევაც. ხო და ანუ იდეაში ქონდათ, მაგრამ აღარ გააკეთეს და დღეს მუსტანგი სად არის და როგორ არის და ასე შემდეგ ვიცით. კი ბატონო. ბაზარი არ არის. ჩარჯერი და ჩელენჯერი ყველაზე გვევასება, მაგრამ მუსტანგი მაინც მუსტანგი. მით უმეტეს მე. ხო, მუსტანგი მაინც მუსტანგია. კამაროს მოგწონს, კორვეტის, მაგრამ ეს ყოველთვის და თავის სიტყვას ამბობს და აი სიტყვაზე ვიღაცები იძახიან, რომ 5-დან 2 მუსტანგი თუ არ ყავს. 3 და 6 და 2 და 3 ეკო ბუსტი მუსტანგი არ არის რა. მაგრამ ვიზუალი ხო მაინც აქვს. და რომელ ძრავიანშიც არ უნდა იჯდე, ყურადღებას იქცევს. მით უმეტეს შენ რამოდენიმე მუსტანგში ხარ ნაჯდომი. კი, 3 და 6-ში ვარ ნაჯდომი. ხო, მაგაზე მადლობა დითოს. ხო, ვიცი რომ უყურებს ამ ვიდეოს. კი. ხო, და თან 3 და 6-ში ვარ ნაჯდომი გაკეთებულშიც. კი. ცოტა პატარა ტუნინგით და როუშის ფილმის. რაშის მუსტანგში, რომელიც გაკეთებული იყო და ჩვეულებრივ შედა ორივემ საკმაოდ მაგარი ემოციები დატოვა. კი, მესმის რომ 5-დან 2 უფრო მაგარი ემოციას მოგცემდა, მაგრამ 3 და 6-იც არ არის უდი პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით. და აი ეს კუზავი არის ჩემთვის ბოლო მუსტანგი, რომელიც ნამდვილია. ამის მერე 2016-ში გამოვიდა, თუ არ ვწდები ესე ქვია, S15 კუზავო. თუ ეს ხო რაღაც ეგრე ქვია რა. მაგრამ ჩემთვის იქ უნდათ რომ ფასტბექი დაებრუნებინათ რა. მაგრამ ჩემთვის ნამდვილი ამერიკული კონცეფცია ესაა. და ეს მანქანა ვინც არიცით, Need for Speed-ი ვისაც ნანახი გაგვდა მოგწვით. რეჟისორი ამბობს, რომ ინსპირაცია იყო აი ეს მანქანა. ეს რო გაეკეთებინათ, ხო. და ის კიდე არის რა ქვია იმ ჩიფუზის დიზაინით გაკეთებული მანქანა, რომელიც საქართველოში რეპლიკა ყავს და მადლობა იმ ადამიანს, რომ ეგ მანქანა ჩამოიყვანა. ხო. ბოსზე რო არაფერი არა თქვი. ბოს ბოლოს მისმინახავდი. ბოსი როცა გამოვიდა 79 წელს ღირდა $2000 და იყო პირველი muscle car-ი მუსტანგის სახელით. პრეტენზია გამოწვეს, რომ ჩვენც ვიცითო, ანუ დებილები არა ვართო და ჩვენც ვიცით muscle car-ების კეთება. და მე ვთვლი რომ შეასრულეს რა. სხვათა შორის შენ სწორი შენიშვნა გააკეთე, იმიტომ რომ ესეც და ესეც პონი ქარებია. პონი ქარებია, კი ბატონო. ხო, და ის არის სრულყოფილი ამერიკული მუსკულები. კი, და ჩემთვის, ნუ აი აქ რასაც ხედავთ, ხო ყველა მაგარია, მაგრამ ჯონ უიკის ბოსი არის, აი არ ვიცი, ძალიან მაგარია რა და ერთი რაღაცა უნდა გავიხსენო. Greenlight-ის მანქანებს მე როცა ვყიდულობ, მამა ჩემს აქვს ხოლმე ესეთი რეაქცია, რომ აუ ესა დეტალიზაცია არ უარგა რა და რომ ჩამოწვი, რა მაგარი ყოფილა. ახლა ჩემი ბრალია ბანსურათებს რო იღებენ არა, უყურე, აი ეს კაი რაღაცა არის რა, როცა ინტერნეტში მოდელს სურათებში ნახულობთ, რეალობაში როგორც გამოიყურება, ისე არა ჩანს რა. რეალობაში, აი შეიძლება ეხლა ვიდეოზეც არ ჩანდეს, ეს რა მაგრები არის რა. კი, ნამდვილად ეგრე არის. არ გახსოვს ამ მოდელზე რა, როგორი წინააღმდეგი ვიყავი, გინდა ესა და გინდა ამაზე.
ხო, მაგრამ რომ მეთქი აი ვიზუალი რა სათამაშო საგავს მეთქი. კი, მაგრამ თუ მანქანა ჩამოვიდა და შოქში დავჭი ისეთი მაგალითად. მე ვიცოდი რომ ეგრე იქნება. იგივე ამაზე ვაფშე გავგიჟდი. ხო. მაგრა უხდება მართლა ეს არ მე შავი მატი. გუში რო გავხსენი ხო ნახე როგორი რეაქცია მქონდა რომ შავი ფერი მუსტანგზე არ მევასება რა იმიტომ არ უხდება ხო. მაგრამ რო გავხსენი მეთქი შეიძლება თურმე რომ შავიც მოუხდეს. და ვინც არიცით Greenlight-ი ჩემი საყვარელი ბრენდია საკოლექციო მოდელი. იმ პონჩი გადის რა ვარდისფერი S60 რო იყოს. ან სალათისფერი კიდე მოუხდება და ხო, ვინც არიცით Greenlight-ი 2002 წლიდან აწარმოებს მოდელებს, ეს მანქანები ამის გარდა 1.53 მასშტაბის არის ყველა, ანუ 43-ჯერ დაპატარავებული ნამდვილ მოდელთან. და ეს სათამაშო არ არის. ეს არის ნამდვილი საკოლექციო. ერთადერთი ეს არის 1.24 მასშტაბი. ეს იმიტომ რომ 1.53 ფიზიკურად არ აგვაქვს და 1.64 კუბმა არ მიწყინოს. ძალიან მაგარ პატივს და ძალიან მაგარი მოდელები იჩნდება ხოლმე. ხანდახან რომ მომიდება ისეთიც. ხო ხედავ სულმა წამძლია და რამოდენიმე მეც ვიყიდე ამასინებს. ხო, სხვათა შორის ხო, ამან ეს შეითრიეთ. ხო და ჩამითრიეს. არ მინდოდა რომ პატარა ყოფილიყო ეს თან ძვირი ყიდა ბევრად. კი ბატონო. და ამიტომ ვიყიდეთ 1.24 და ვინც არის ეს როგორ გაგეცა და რანაირად შეგიძლიათ ვიდეო ნახოთ და ბარეტ ჯექსონსაც გაიყიდა ერთი ცალი. კი ბატონო. კარგი. ხო. მშვენიერი ისტორია იყო მომეწონა, მადლობა. ხო და უჯას. ის კინოს კიდე ქრიც არ ამოყურეთ. აი ეს მუსტანგი საიდანაც არის რა. ხო აგერ კოლოფზე არის კიდევაც. ვინც არის? წეგან ვახსენე აპოლო ქრიდი, რო აპოლო ქრიდის შვილის მუსტანგია მეთქი. და ვინც არიცით აპოლო ქრიდი ვინ არის? უყურეთ როკის. ყველა სერიას უყურეთ. სხვათა შორის მართლა კაი კინო არის. კაი არა მაგარი. და სტალონემ სხვათა შორის მაგ ფილმით და რემბოთი გაითქვა სახელი და გახდა ეგეთი პოპულარული. თუ არ უცნები ისა როკი არის, როკი ბალბოა არის, კასიუს კლეი, ხო? თუ მუჰამედ არის. არა. როკი მარჩიანოა. მარჩიანო, ხო? უფრო მარჩიანოს პროტოტიპი არის. ხო და კიდევ ერთხელ მადლობა აი კოლექტორს იმისთვის რომ ესეთი მაგარი მოდელი შემატეს ჩემ კოლექციას რა. და ეხლა მოდი გათამაშების ამბავზეც გადავიდეთ. კი ბატონო. მით უმეტეს რომ კასიუს კლეის ელემენტებიც არის მაგ ფილმში. არის ხო და მაგიტო კი ბატონო. ეხლა რაც შეეხება აგერ ამ ბოლიც. უკვე ყოფილი ჩემპიონი. ხო, ამას წინებზე ბევრი ვილაპარაკეთ, წინა თვეში რო ვათამაშებდით ამ ავტომობილს. წესები თავიდან მოყევი. დავიწყო. რომ აი გარკვევით ჩამოუყალიბე, აუხსენი რომ ისევ ეგეთი აღლიში არ მოხდეს რა. კარგად მომისმინეთ მაშინ. მოკლედ, გათამაშებაში მონაწილეობა რომ იყო პირველ რიგში გამოწერილი უნდა გქონდეთ არხი. გამოწერა უნდა იყოს საჯაროზე დაყენებული, იმიტომ მე დავინახო რომ ნამდვილად გავდგა მოწერილი არხი. ეს ვიდეო უნდა გქონდეთ დალაიქებული. Facebook-ის პროფილი აუცილებელია. კი. ეგ პუნქტი იყო რომელიც არ შესრულდა. კი, ერთ-ერთი პუნქტი. კი. ხო, გამოწერის დროს ყველა შეტყობინება უნდა გქონდეთ გააქტიურებული, ანუ ზარის ღილაკი უნდა იყოს გააქტიურებული. Facebook-ის პროფილი აუცილებელია, იმიტომ ვიდეო უნდა გადააზიაროთ და ეს ყველაფერი სკრინებით გადამოწმდება. კი ბატონო. და ხო, ხო, ერთი მოიგებს. ხო, ერთი წუთი. ერთი კომენტარი უნდა დატოვოთ და შემდეგ თვითონ პროგრამა არჩევს რენდომის პრინციპით. როცა გამოვლინდებით ვიდეოში ერთი კვირის მანძილზე უნდა მოგწეროთ, იმიტომ რომ უნდა დაგვიკავშირდეთ, გამოვაცხადოთ, კი ბატონო. აი ეს ვიდეო ხო დაიდება. ხო. მე ერთ კვირაში გამოვაცხადებ, ზუსტად ერთ კვირაში, ანუ ამის შემდეგ პარასკევს გამოვაცხადებ გამარჯვებულს
და გამარჯვებულს ექნება დრო, რომ ერთი კვირის მანძილზე, ანუ შემდეგ პარასკევამდე გამოცხადებიდან დამიკავშირდეს Facebook-ზე, რომელიც ვიდეოს აღწერაშია მითითებული ჩვენი ქუჩას გარაჟის გვერდი. მან უნდა მომწეროს და თუ ყველა წესი სწორად ექნება შესრულებული, გადაეცემა აუცილებლად. თუ ერთი წესი მაინც დაარღვია, სამწუხაროდ გადათამაშდება, როგორც წინა შემთხვევაში მოხდა. კი ბატონო. ნუ აი ეგეთი პირობები არის, რთული ნამდვილად არ არის, სულ რამოდენიმე ის არის შესასრულებელი რა. ძალიან მარტივი. ხო, მარტივი არის. და პროგრამა გამოვალეთ თვითონ და მე თვითონ უკვე თან არ დაგავიწყდეთ, რომ ეს მანქანები, რასაც ჩვენ ვათამაშებთ, არის ჩვენი პირადი კოლექციიდან. კი. თან მაქვს ვერსტაპენია ბოლო-ბოლო. ხო. ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი. ხო, ნუ რაც არ უნდა ვთქვათ, მაინც ხო. ისტორიაში მე კი არ მევასება, მაგრამ მაინც. მაგრა გამიხარდა ლანდომ რომ მოიგო. ხო, ვინც არიცით. მაკლარენის გულშემატკივრებს გილოცავთ, იმიტომ რომ ეს მაკლარენის გულშემატკივარი ვარ. კი ბატონო. კარგით, დაგემშვიდობებით. შემდეგ ვიდეო. შემდეგ ვიდეო. What?